საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი და აქტივისტი აფგან სადიგოვის სოციალური სამართლიანობის ცენტრის დირექტორის თამთა მიქელაძის ინფორმაციით თავისუფალია. დღეს დილით სადიგოვის ცოლმა სევინჩ სადიგოვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბაქოში მისი ქმარი პოლიციამ დააკავა. სევინჩ სადიგოვა, რომელიც ორ მოზარდ შვილთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს, წერდა იმასაც, რომ ჟურნალისტის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. რა გახდა დაკავების მიზეზი, ამის შესახებ თამთა მიქელაძე ამბობს, რომ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს. აფგან სადიგოვის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანში გუშინ გააძევეს, საკუთარ სამშობლოში სისხლის სამართლის დევნა იყო დაწყებული და მის გადაცემას აზერბაიჯანული მხარე თითქმის 2 წლის განმავლობაში ითხოვდა. სადიგოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა აზერბაიჯანულმა მხარემ 1 აპრილს შეწყვიტა. საიას შეფასებით სადიგოვის აზერბაიჯანში დაბრუნების შემთხვევაში მისი წამების არაადამიანური მოპყრობისა და პოლიტიკური დევნის რეალური და გარდაუვალი საფრთხე არსებობდა. 2025 წლის 28 თებერვალს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აკრძალული ჰქონდა. ჟურნალისტი აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის მძიმე და манипуლაციური დარღვევა, რომელიც გამოიყენეს როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და სამაგალითო დასჯის ინსტრუმენტი. სახელმწიფომ ფაქტობრივად უგულებელყო სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება და გამოიყენა გაძევება ექსტრადიციის აკრძალვის ფორმალური გვერდისავლისთვის. პირის დაკავება და ქვეყნიდან გაძევება, როდესაც ცნობილია და ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებულია, რომ მას წარმოშობის ქვეყანაში შეუქცევადი ზიანი შეიძლება ემუქრებოდეს, შეიძლება იწოვდეს ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევასაც. აფგან სადიგოვის საქმეში სამართალდამცავი უწყებისა და სასამართლოს მოქმედებათა თანხwebdriver მართლმსაჯულების სისტემას წარმოაჩენს როგორც რეპრესიულ სადამსჯელო მექანიზმს. კვირა დღეს გამთენის 64 საათზე ფორსირებულ რეჟიმში საქმის განხილვის ობიექტური საჭიროება არ არსებობდა. ამასთან სასამართლოს მიერ სადიგოვთან დაკავშირებული უფლებრივი კონტექსტის სრული უგულებელყოფა აღნიშნული პროცესის პოლიტიკურად მოტივირებულობაზე მიუთითებს. აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევების ოფიციალური მიზეზი მის მიერ 1 აპრილს Facebook-ზე გამოქვეყნებული პოსტი გახდა. ის საქართველოში 4 აპრილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის დააკავეს. უკვე 5 აპრილს ღამის 4 საათზე მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სადიგოვის სამშობლოში გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, სადიგოვს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და საქართველოში შემოსვლა 3 წლით აეკრძალა. მანამდე 1 აპრილს აზერბაიჯანმა მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეაჩერა და ამის შესახებ საქართველოს აცნობა. 2 აპრილს ინფორმაცია აფგან სადიგოვს მიაწოდეს. 3 აპრილს სასამართლომ სადიგოვის მიმართ გირაო და გადაადგილების შეზღუდვა გააუქმა. სადიგოვის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირისთვის საქართველოს ნებაყოფლობით დატოვების უფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლისგან უარი მიიღო. ადვოკატის თქმითვე, აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ქვეყნის დატოვების საშუალებას ქართული ოცნების ხელისუფლება არ აძლევდა, რის გამოც მანამდე სხვა ქვეყანაში თავშესაფრის პროცედურების დაწყება ფორმალურად შეუძლებელი იყო. აფგან სადიგოვს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ მუდმივად უნდოდა საქართველოდან გასვლა, მაგრამ მას გადაადგილების შეზღუდვა დაუწესა სასამართლომ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით. მის ოჯახს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს ევროპაში და სწორედ ოჯახთან გაერთიანება იყო მისი სურვილი და ინტერესი. ჰუმანიტარული ვიზის გაცემის პროცესი დაწყებული იყო, მაგრამ ის საქართველოდან გასვლის აკრძალვის გამო შეჩერებული იყო. ამ დღეებში სწორედ ეს პროცესი დაჩქარებულად უნდა დაწყებულიყო აზერბაიჯანის მხრიდან ექსტრადიციის მოთხოვნის გაუქმების შემდეგ, მაგრამ სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო და მხოლოდ იმის გამო, რომ თურმე აზერბაიჯანის ხელისუფლებას აფგან სადიგოვის პასპორტის დეაქტივირება მოუხდენია. სადიგოვი პირდაპირ აზერბაიჯანში გააძევეს და ქვეყნიდან ნებაყოფლობითი გასვლის უფლებაც არ დაუტოვეს. საქართველოსაც და აზერბაიჯანსაც შეეძლოთ, რომ მისთვის უბრალოდ თავი დაენებებინათ, მაგრამ მათ რევანშის სპეცოპერაცია დაგეგმეს და ყველაფერი გააკეთეს ერთი ადამიანის გასანადგურებლად. აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევებასთან დაკავშირებით 5 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანმა სადიგოვის წინააღმდეგ იმ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიება ჰქონდა გაცემული დევნა შეწყვიტა, საქართველოში ჟურნალისტის მიმართ ყოველგვარი საექსტრადიციო პროცედურები შეწყდა. პასუხად თამთა მიქელაძემ დაწერა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ტყუოდა. მისი განმარტებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი გამოყენების შესახებ ძალაში იყო მანამ სანამ სტრასბურგი თავად არ გააუქმებდა და არ დარწმუნდებოდა, რომ პირის უფლებების დარღვევის რისკები აღარ არსებობდა.